საქართველო და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობას გააღრმავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარების და რეფორმების ეროვნულ კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მხარეებმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრუიშვილმა შანხაიში ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ქრუიშვილის განცხადებით ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის რეალიზება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. მისივე თქმით, საქართველო მზად არის ითანამშრომლობს მთავრობებთან, ბიზნესებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამ სფეროში სანდო და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომები განვითარდეს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელისა და ახალი მონაცემთა ცენტრების მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს უსაფრთხო ციფრულ კავშირებს, გაზრდის ქვეყნის ციფრულ მედეგობას და ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციებმა გასულ კვირას განსხვავებული დინამიკა აჩვენა. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 1,54% შემცირდა და ერთი აქციის ღირებულებამ 114 ფუნტი და 94 პენსი შეადგინა. TBC ბანკის ჯგუფის აქციები 1,59% გაიზარდა და ერთი აქციის ფასი 47 ფუნტსა და 36 პენსს გაუტოლდა, რაც შეეხება საქართველოს კაპიტალს, მისი აქციების ფასი 6,86% შემცირდა და ერთმა აქციამ 40 ფუნტი და 5 პენსი შეადგინა. კომპანია ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილ სამ ქართულ კომპანიას შორის ერთ-ერთია. მთავრობა სასტუმრო საქართველოს ფართის გასხვისებაზე ინფორმაციას უარყოფს. მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს სასტუმრო საქართველოში 3227 კვადრატული მეტრი ფართი სიმბოლურ ფასად გასხვის და მანიპულაციურია. უწყების განმარტებით ფართის გაცემა მხოლოდ სახელმწიფოს ძველ აზომვით ნახასა და სასტუმროს რეალურ ფართს შორის არსებული ტექნიკური უზუსტობის გამოსწორებას ემსახურებოდა და ქონების მოცულობა ფლობელს რეალურად არ გაზრდია. მთავრობის განცხადებით სასტუმრო საქართველოს სრული პრივატიზაცია წლების წინ განხორციელდა, ხოლო 2024 წლის შემდეგ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების პრაქტიკა შეწყდა. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ CFD აუქციონში განსაზღვრული ტარიფები უნდა გადაიხედოს. როგორც ბემონის მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა BMG-სთან აცხადებს, ბოლო წლებში გენერაციის ობიექტების მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ინვესტორებს არსებული პირობებით პროექტების განხორციელება შესაძლოა გაუჭირდეთ. მისი შეფასებით, მოქმედი ტარიფები დაახლოებით 20-25%-ით საჭიროებს კორექტირებას, რათა ენერგეტიკული პროექტების განვითარება გაგრძელდეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო წლებში გატარებული ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად ფიზიკური პირების ცესხებში უცხოური ვალუტის წილი 21%-მდე შემცირდა, როგორც სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა, ფიზიკური პირების შემთხვევაში დოლარიზაციის შემცირების მიზანი დიდწილად მიღწეულია, თუმცა იურიდიული პირების ცესხებზე გათვალისწინებით თლიან საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტის წილი კვლავ 42% შეადგენს. მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და სისტემურ რისკად რჩება. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ბაზრის დინამიკას დააკვირდება და დამატებითი ზომების საჭიროებას მომავალში შეაფასებს. სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთი გაიხსნა. ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში 6 კილომეტრიანი ახალი გზა შევიდა, რომელიც გზავრობას უფრო სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს სრულად დასრულდება. მისივე თქმით, ახალი გზა გვერდსაუვლის მჭიდროდ დასახლებულ ზონებს შეამცირებს გზავრობის დროს და გაზრდის გადაზიდვების ეფექტიანობას. კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოში ექსპლუატაციაში უკვე 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალია, ხოლო სამუშაოები კიდევ 60 კილომეტრზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება და მომავალ წლებში ავტომაგისტრალების, პორტების, აეროპორტებისა და რკინიგზის მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდება.
ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედიან გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთი მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც მთლიანად შეადგენს 52 კილომეტრს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის სოციალური თვალსაზრისით, უფრო მეტად დაახლოებს ბუნებრივია ავტომაგისტრალი ერთმანეთთან ჩვენს დასახლებს და გაადვილებს, რა თქმა უნდა, გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის და ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა ფერმერებისთვის კვლავ აქტუალურია. სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 6 წელიწადში სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2019-25 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის ყველაზე მეტი 207 იურიდიული პირია, რომლებმაც სახელმწიფოსგან ჯამურად 20 მილიონ 900.000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღეს. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა კვლავ გრძელდება და 2026 წლის ბიუჯეტში ამისთვის 5 მილიონ 800.000 ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო ერთ ბენეფიციარს ტექნიკის ღირებულების 30%-მდე, მაქსიმუმ 150.000 ლარით აფინანსებს. ამავე პროგრამას უკავშირდება გახმაურებული საქმე. 2025 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ გრანტების მისაღებად გამოიყენებოდა ყალბი დოკუმენტები. საქმეზე დაკავებულია 11 პირი, მათ შორის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. გამოძიების ინფორმაციით, თაღლითურად დაუფლებული თანხა 826.000 ლარზე მეტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო საპორტო პრაქტიკის გამოყენება. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე როტერდამის პორტის მართვის მოდელს გაეცნო, რომელიც ლენდლორდის პრინციპით ფუნქციონირებს და რომლის დანერგვასაც მთავრობა ანაკლიის პორტისთვის გეგმავს. დელეგაციამ შეხვედრები გამართა საინჟინრო კომპანია Royal Haskoning DH Westთან და Port of Rotterdam კონსალტანტსთან. შეხვედრებზე განიხილეს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტერმინალების განლაგება და ლოგისტიკური სისტემების ინტეგრაცია. ახალი მოდელის მიხედვით პორტის ინფრასტრუქტურას სახელმწიფო ააშენებს, ხოლო შემდგომ სხვადასხვა კერძო ოპერატორს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი აქცენტი არა მხოლოდ პროექტების რაოდენობაზე, არამედ მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე იქნება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი მაგისტრალი ეკონომიკური განვითარების, რეგიონების გაძლიერებისა და ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სოხაძის განცხადებით, გზის გახსნა დაგეგმილზე გვიან მოხდა, რადგან შესრულებული სამუშაოები სახელმწიფოსთვის მისაღებ ხარისხის სტანდარტებს უნდა შესაბამებოდა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი სწორედ ხარისხი იქნება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო მარშრუტად ყალიბდება და ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს ხარისხის კონტროლის გაძლიერებას, რეგულაციების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის სფეროში ახალი თაობის პროფესიონალების ჩართულობის გაზრდას. ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ინფრასტრუქტურაში ყველაზე ძვირი შეცდომა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოა. ამ გზის გახსნა 3 თვის წინათ შეიძლებოდა, ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, მაგრამ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც უნდა ჩააბაროს სახელმწიფო მოსახლეობას. შესაბამისად, ეს ხარვეზები არ იყო თვალშისაცემი, თუმცა ჩვენ სამინისტროში შევქმნით უკვე ისეთი მექანიზმები და სტრუქტურები, რომელიც მაქსიმალურად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ჩავიბაროთ და ჩვენი მიდგომა ყოველთვის იქნება ანალოგიური, რომ სანამ სამუშაო არ შესრულდება უმაღლესი ხარისხით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ ავტომაგისტრალი, ჩვენ უბრალოდ სამუშაოებს არ ჩავიბარებთ.